შენ ახსენე რომ თვით იდენტიფიკაცია შესაძლებელია. შეგიძლია რამე რჩევების სახით ვინც ახლა გვიყურებს მათთვის რომ არ არის აუცილებელი რომ ჯარისკაცი იყოს, ხო, როგორც შენ ახსენე, შეიძლება რაღაცა სხვა ცხოვრისებური სტრესული ტრავმა ქონდეს. ან როგორ უნდა თვით იდენტიფიკაცია როგორ უნდა მოხდეს, ანუ რა არის ნიშნები, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ? ესე იგი მე მოდი ანუ თვითონ ამ რეფერენს გამოვიყენებ კურსს, სადაც მე რაც მასწავლეს ესე რომ ვთქვა და დაფუძნებული იყო რაღაც ცოდნასთან და გამოცდილებასთან პირდაპირ თორნიკე თუ არაძის აზრი რო არ იყოს. პირველი ნიშნები, ესე იგი რისი თქმა მინდა, ეს შეიძლება იყოს სპეცოპერაციიდან იქნება თუ ნებისმიერი მისიდან დაბრუნების 9 თვიანი იქნება ერთკვირიანი, მნიშვნელობა არ აქვს, გააჩნია მხოლოდ რა მოხდა და არც მომხდარი ამბავის სიმძაფრეზე არ არის მაინც და მაინც, იმიტომ რომ არავინ არ ვიცით რა მოქმედებს ჩვენზე. ჩვენ შეიძლება უბრალოდ რაღაცა დავინახოთ რომ რაღაც ცხოველი გაიტანა ძაღლმა და მაგაზე გქონდეს რეაქცია რაღაცნაირად, ხო? ყველა ადამიანს თავისი ფსიქოლოგიური ესე რომ ვთქვათ, წითელი ხაზები აქვს. ამ შემთხვევაში რო ვისაუბროთ მისიდან დაბრუნა ერაყიდან ან ავღანეთიდან, უფრო ავღანეთიდან დაბრუნებულზე, ნუ სიმძაფრე რა თქმა უნდა ამ ნანახი ოპერაციების რაღაც ამბების უფრო დიდია. ეს რო ვთქვათ, რომ დაბრუნებიდან არ არის აუცილებელი მეორე დღეს, მეორე კვირას ან მეორე თვეს გქონდეს, მე როგორც მახსოვს, შესაძლებელია რამოდენიმე წლის შემდეგაც უკვე აღმოაჩინო. ანუ რა ხდება კონკრეტული ფაქტის შემდეგ ან ხმამ ან მოძრაობამ ან ვიზუალიზაციამ მოახდინოს შენზე ესე რომ ვთქვათ გავლენა. აი მაგ ფილმზე რო გავაგრძელოთ საუბარი ამ ჩვეულებრივ გარემოში ადამიანი რომელიც დაბრუნდა სახლში ბავშვებთან და სხვა ოჯახის წევრებთან ერთად ერთობა და ძაღლი ეთამაშება ბავშვებს და ანუ აქ დაინახა საფრთხე. ანუ დაცულ მუდმივი დაძაბულობა გაქვს, ესე რომ ვთქვათ. ფიქრობ იმ განწყობით ხარ, რაც იყავი ოპერაცია, როგორიც იყავი ოპერაციაზე და ესე იგი ფიქრობ იქ როგორ განსაზღვრავდი დროს, როგორი სიფრთხილე ქონდა, რას აკვირდებოდი, რა იყო შენთვის საეჭვო მოძრაობა, აი დავშოთ მაგალითად კოლონაში გადაადგილების დროს ან პატრულში გადაადგილების დროს ნებისმიერ მოახლოებას ან უცებ აი რაღაც მკვეთრ მოძრაობას შენს მიმართულებაზე, ამან შეიძლება შენში გამოიწვიოს უკვე. შეიძლება გამოიწვიოს, შეიძლება არა, მაგრამ შენ თუ ამაზე რეაქცია და რეაგირება გაქვს, ეგ უკვე შენ ხარ უკვე დაძაბული. ეხა თუ შენ აი რატი მუჯირს დღეს საცობში ყოფნის დროს წინ შენსკენ მომავალ ადამიანს რომელიც დავშოთ შეიძლება ჩანთას ისწორებს, რეაგირება არ გაქვს. ნუ ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ქალაქის ცხოვრებაში ხარ ჩვეულებრივად და არ აღიქვა ამას საფრთხეს, მაგრამ ადამიანი რომელიც ავღანეთში კაბულში რაღაც ბაღდადიაური კაბულში საცობში ხარ ნამყოფი და ხშირად და თან ყველა მკვეთრ მოძრაობას აღიქვამდი როგორც თავდასხმას საფრთხეს დავუშვათ ან ნებისმიერი მანქანის მოახლოება მკვეთრი მოძრაობა შენ მიმართულებაზე გამოხედვა უკვე აქაც თუ იგივენაირად აქცევ ყურადღებას ან თუნდაც ნაკლებით პროცენტულობით მაგრამ მაინც აქცევ მიგირბის ესე იგი შენ რაღაცნაირად მაინც ის გამოყოლილი გაქვს და ეს თუ შენ 2 წლის მერეც გაქვს აუცილებლად უნდა მიაქციო თავს ყურადღება და აუცილებლად უნდა მიმართო ფსიქოლოგს აუცილებლად დაინტერესდე შენი და უნდა იფიქრო ამაზე რა თქმა უნდა მე სიმართლე გითხრა ეს მთლიანი ესე კურსი არ გამივლია რაღაც ფსიქოლოგიურ რჩევებს ვერავის ვერ მიცემ და ეს მხოლოდ დაფუძნებულია იქ არა მთავარია აღმოაჩინო და მე უკვე პროფესიონალთან უნდა პირველად უნდა ვიცოდეთ რომ ეს არსებობს უნდა იცოდნენ ოჯახის წევრებმა მეგობრებმა რომ ეს არსებობს ხო არაფერი ტრაგედია არ არის უბრალოდ ყურადღება ანუ არის შეიძლება უბრალოდ ჩენში დარჩეს და ეს გაწვალებდეს და არის როცა ცუდი მოვლენებიც ხდება ფაქტები გვაქვს